ის საკუთარ თავს Mike Hughes ეძახდა, მაგრამ მისი ნამდვილი მოტივაცია სიგიჟე არ იყო, არამედ დიდების და უღალავი ძიება. Mike Hughes სურდა ისტორიაში შესულიყო როგორც ყველა დროის უდიდესი თავზეხელარებული ტრიუკების შემსრულებელი. სწორედ რაკეტების აგება გახდა მისი შანსი. თითოეული საკუთარი ხელით შექმნილი ორთლისწრավიანი რაკეტა უფრო და უფრო უახლოვებდა მას კოსმოსს, უფრო და უფრო უახლოვებდა ცუდ სახელთქმულებას. მაგრამ 2020 წლის თებერვლის 22 რიცხვში Hughes-ის ცნობადობისადმი აკვირდება სასიკვდილო ფასი ჰქონდა. Mike Hughes-ი თავზეხელაგებულთა წრისთვის უცხო არ იყო. Mike Hughes-ი დაიბადა 1956 წლის თებერვლის მე-9 რიცხვში, ოკლაჰომა სიტიში. ბავშვობიდანვე მას სისწრაფე და რისკი იზიდავდა, რასაც მოტოციკლეტებით რბოლაში მონაწილეობით შეეჩვია. მაგრამ სწორედ ლიმუზინებმა და არა მოტოციკლეტებმა მოუტანა მას პირველი პოპულარობა. 2002 წელს Mike Hughes-მა, რომელსაც მულეთი ეცვა, გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც Lincoln Town Car-ის ლიმუზინით 103 ფუტი გადახტა. ლიმუზინით შესრულებულმა ტრიუკმა მას ეროვნული ყურადღება მოუტანა, თუმცა ეს მხოლოდ შესავალი იყო მთავარი მოვლენისთვის. Hughes კიდევ უფრო დიდი ოცნებები ჰქონდა. კალიფორნიის გუბერნატორად კენჭის ხლაზე ოცნებობდა საბოლოოდ ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის უდიდესი თავზეხელავებული ტრიუკების შემსრულებელი. Hughes-ის გზა მხოლოდ მაშინ გადაიკვეთა შეთქმულების თეორიებთან, როცა მისი ყველაზე ამბიციური ოცნება ფორმას იღებდა, საკუთარი ხელით აწყობილი, ორთქლის ძრავიანი რაკეტით გაფრენა. 2014 წელს Hughes-მა თავისი პირველი რაკეტა არიზონას უდაბნოში დაასრულა. მან განაცხადა, რომ 1374 ფუტ სიმაღლეზე აფრინდა, თუმცა ვიდეო მტკიცებულება არ არსებობდა და ეჭვები იყო, მართლა თუ იჯდა შიგნით. Hughes-ის დიდი რაკეტული გარღვევა მაშინ მოხდა, როცა მან ბრტყელი დედამიწის შექმნილების თეორიას მიამხრო, 2016 წელს. თვითონ რომ არ იყო ნამდვილი მორწმუნე, Hughes-მა გააცნობიერა, რომ ბრტყელი დედამიწის საზოგადოება შეიძლებოდა იდეალური დაფინანსებისა და პიარის წყარო ყოფილიყო მისი რაკეტებისთვის. თავის თავს წარმოაჩენდა როგორც მებრძოლს, რომელიც საკმარისად მაღლა აფრინდებოდა, რომ გადაეღო სურათი და დაემტკიცებინა დედამიწის დისკის ფორმა, რის გამოც ბრტყელი დედამიწის მიმდევრები მას მხარდაჭერით ავსებდნენ. მათი მხარდაჭერით Hughes-მა სწრაფად მოაგროვა საკმარისი თანხა ახალი რაკეტის ასაშენებლად, მაგრამ გაშვების ნებართვის მიღება რთული აღმოჩნდა, რადგან Hughes-ი უარს ამბობდა მიწის მართვის ბიუროდან საჭირო ნებართვების აღებაზე. დაგვიანებების შემდეგ, შაშლილი გაშვებების, გადატანების და ხელისუფლებისადმი გამოწვევის შემდეგ, Hughes-მა საბოლოოდ წარმატებული ფრენა განახორციელა მოჰავის უდაბნოში, 2018 წლის მარტში. რაკეტა მიაღწია დაახლოებით 1875 ფუტ სიმაღლეს, რაც თითქმის ნიუ-იორკის თავისუფლების კოშკის სიმაღლეა, სანამ Hughes-ი უსაფრთხოდ დაეშვებოდა პარაშუტით დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ მან გაშვება გადაიტანა, Hughes-მა მიიღო გარკვეული დაზიანებები, მათ შორის ძლიერი ტკივილი ზურგში, ძლიერი გრძაძალების გამო. დაშვების შემდეგ მას ექიმებმა გასინჯეს და მოგვიანებით მიხვდა, რომ L2 მალა ჰქონდა მოტეხილი. საბოლოოდ, Hughes-მა დაამტკიცა, რომ მისი მისიის შესრულების არ შეეშინდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მის ბრტყელ დედამიწის რწმენას შეცდომაში შეყვანილად მიიჩნია და გაგააკრიტიკა. თავად გაშვება მედიის სანახაობად იქცა, რომელსაც ორი კომენტატორი ლუდს სვამდა და ვისკის ჩიქებს ცლიდა პირდაპირ ეთერში. მოგვიანებით, ღონისძიების ვიდეო ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. ამ წარმატებით შთაგონებულმა რაკეტა ბუშტის გაშვების ოცნება უფრო მკაფიო გახდა. როკუნი, რომელიც წარმოეშვა სიტყვებისგან რაკეტა და ბუშტი, არის მფარი საწვავის გამოყლებითი რაკეტა, რომელიც მიწაზე გაშვების ნაცვლად, ჯერ აირით სავსე ბუშტით ატანენ ზედა ატმოსფეროში. შემდეგ ბუშტს აშორებენ და ანთებენ. Hughes-ი და მისი პარტნიორი Valdo Stakes-ი გეგმავდნენ მაღალი სიმაღლის ბუშტისა და რაკეტის გაერთიანებას, რათა სივრცის ზღვარზე მიაღწიათ. თუ წარმატებული იქნებოდა, Hughes-ი ფიქრობდა, რომ ყველა დროის უდიდესი თავზეხელარებული გახდებოდა. მაგრამ ჯერ მას მეტი გახმაურება და დაფინანსება სჭირდებოდა. Hughes-ის კონკრეტული მიზანი იყო კარმანის ხაზამდე მიღწევა, სადაც დედამიწის ატმოსფერო და კოსმოსი ერთმანეთს ხვდება, მიწიდან 62 მილის სიმაღლეზე. იქიდან Hughes-ი ამტკიცებდა, რომ შეძლებდა დაედგინა, არის თუ არა დედამიწა ბრტყელი დისკო, როგორც ეჭვობდა, თუ სფერო. ორთქლით მომუშავე რაკეტას ჰქონდა 3 გამაცხელებელი, რომლებიც საკმარის ოთხს წარმოქმნიდნენ, რათა ტრიუკის შემსრულებელი მინიმუმ 5000 ფუტის სიმაღლეზე აეწია ჰაერში. ის იმედოვნებდა, რომ მაქსიმალურ სიჩქარეს 425 მილის საათში მიაღწევდა. ამ მიზანმა მიეყვანა იგი საბედისწერო დრემდე, 2020 წლის თებერვლის 22 რიცხვამდე, როდესაც Hughes-მა თავისი ბოლო ფრენა განახორციელა. როდესაც გადამღები ჯგუფი სამეცნიერო არხის სერიალისთვის სახელად Homemade Astronauts ირებდა, Hughes-ი კალიფორნიის ბარსტოუს უდაბნოდან ახალ რაკეტაში აფრინდა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი პატარა, მაგრამ დრამატული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო როკუნის ოცნებისკენ. სამწუხაროდ ეს Hughes-ის ბოლო ნაბიჯი აღმოჩნდა. მალე როგორც კი რაკეტა მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია, მან მუშაობა დაიწყო გაუმართავად. პარაშუტი, რომელიც უნდა შეენელებინა დაშვება და Hughes-ისთვის უსაფრთხოდ მიწაზე დაშვების საშუალება მიეცა, ნაადრევად გაიხსნა და რაკეტა უკან, დედამიწაზე ჩამოვარდა. ავარიას რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტი ჯასტინ ჩეპმანი, რომელიც Hughes-ზე წიგნს წერდა. ჩეპმანმა ავარია საშინლად აღწერა.
მე ვნახე როგორ აფრინდა რაკეტა. თქვა ჩეპმანმა. ისე ჩანდა თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე დავინახე, რომ პარაშუტი ნაადრევად გაიშალა. რაკეტამ კონტროლი დაკარგა და დაიწყო ტრიალი, შემდეგ კი მიწაზე ჩამოვარდა. როცა რაკეტა ცხვირით ვარდებოდა და მან არ გამოუშვა დანარჩენი 3 პარაშუტი, რომლებიც რაკეტაში ჰქონდა, ბევრმა ადამიანმა იკვირა და ტირილი დაიწყო, უთხრა ჩეპმენმა BuzzFeed News. ყველა შოკში იყო, როცა ის ჩამოვარდა და არ იცოდნენ რა ეკნათ. რაკეტა რამდენიმე წამში ჩამოვარდა, ცხვირით პირდაპირ უდაბნოს მიწაზე ჩავარდა, 500 მილის სიჩქარით საათში. ჰიუზი ადგილზე გარდაიცვალა, 64 წლის ასაკში. სავარაუდო მიზეზი იყო პარაშუტის ძალიან ადრე გაშლა მას შემდეგ, რაც რაკეტა გაუსვა გაშვების კიბეს, თუმცა ჰიუზმა სახიფათოდ უგულებელყო რჩევა, რომ დაემატებინა ავტომატური პარაშუტის გამშვები უსაფრთხოების მიზნით. ავარიის ადგილის ანალიზისა და აუტოპსიის შეხედეგების მიხედვით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჰიუზმა მიწაზე დაცემისას მიიღო კატასტროფული ბლაგვი, ტრავმა მთელ სხეულზე. დარტმის შემამსუბუქებელი ესპობამ და ჰიუზის მაღალი სიჩქარით ავარიაში მოხვედრამ, მისი დაზიანებები განსაკუთრებით მძიმე გახადა. ძირითადი ორგანოების დაზიანება და სიცოცხლესთან შეუთავსებელი შიდა სისხლდენა, ერთ-ერთ სავარაუდო სიკვდილის მიზეზად დასახელდა. მუცლის ხრუში სისხლდენა, რომელიც გამოწვეული იყო ისეთი ორგანოების, როგორიცაა ჰიუზის ღვიძლი და ელენთა, გახეთქვით, გამოიწვევდა ჰიპოვოლემიურ შოკს. დამატებით, აღინიშნა ხერხემლის მოტეხილობები და სავარაუდოდ ზურგის ტვინის გადაჭრა, რაც ფატალური იქნებოდა ფუნქციის დაკარგვისა და ნერვული სისტემის დაზიანების გამო. ავარიის დროს ხერხემალსა და კისერზე ძლიერი მატრახისებური რხევა მოხდა. კიდევ ერთი აღმოჩენა იყო, თავის ტრავმული დაზიანებები და სავარაუდო ტვინის სისხლჩაქცევა. ავარიის მოულოდნელმა შეჩერებამ ჰიუზის ტვინი თავის ქალას შიგნით დაანთმევინა, რასაც მოწმობს მოტეხილობები და შეშუპება. ამ ტიპის დახურული თავის ტრავმა ხშირად აზიანებს ტვინის ფუნქციას და ხშირად ლეტალურად მთავრდება. საერთო ჯამში, ექსპერტები თანხმდებიან, რომ მრავალსისტემური ორგანოების უკმარისობა, ნერვული სისტემის ტრავმა და ზოგადი ქსოვილების დაზიანება, რომელიც უკიდურესად მაღალი სიჩქარის შეჯახებისას მიიღო, ჰიუზის ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვია. თვითნაკეთი რაკეტა და უსაფრთხოების სათანადო ზომების არარსებობა მნიშვნელოვნად შეუწყო ფელი მის მძიმე დაზიანებებს. შოკის მომგვრელი ავარიით თავზარდაცემულები, მაყურებელთა ჯგუფი მეორე დღეს, 2020 წლის თებერვლის 23 რიცხვში, გაშვების ადგილზე შეიკრიბა. ესენი იყვნენ გულშემატკივრები, რომლებიც გაშვების სანახავად იყვნენ მოსულები. თითოეული მათგანი ცრემლებით უყურებდა უდაბნოში იმ ადგილს, სადაც ტრაგედია მოხდა. მიუხედავად უდაბნოს მკაცრი პირობებისა, ზოგიერთმა გადაწყვიტა ფეხით გაელო გზა, რათა ნანგრევები ენახა, სანამ ისინი ექსპერტიზისთვის წაიღებდნენ. თებერვლის 25-ს, კალიფორნიის შტატის ეიპლველის შაელოს სასაფლაოზე, სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა. თავზე ხელაგებული, რომელიც ზოგიერთ წრეში ძალიან უყვარდათ, პატივით გააცილა მცირე ჯგუფმა დამწუხრებულთა, რომლებიც მის საფლავთან შეიკრიბნენ. მისი პარტნიორი ვალდო სტეიქსი და რამდენიმე გულშემატკივარი მოვიდნენ, რომ დაემშვიდობონ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიუზი საზოგადოების განაპირას ცხოვრობდა, მისი გამბედავი სული ბევრს შთააგონებდა. ჰიუზის სიკვდილი ტრაგედია იყო, მაგრამ ამავდროულად, ეს მოყვარულთა რაკეტმშენებლობის საფრთხეების შემსწენებელიც გახდა. ჰიუზი გამოცდილი ინჟინერი და მშენებელი იყო, მაგრამ ის გაწვრთნილი ასტრონავტი არ ყოფილა. მას არ ჰქონდა საშუალება გაეგო როგორ იმოქმედებდა მისი რაკეტა ზედა ატმოსფეროში და არ იყო მზად გაუმართავობის შესაძლებლობისთვის. სიკვდილში ჰიუზი შეუერთდა იმ თავზე ხელავეგებულთა პანთეონს, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, თუმცა არა იმ გზით, როგორც წარმოედგინა. იმის ნაცვლად, რომ გამხდარიყო ყველა დროის უდავოდ უდიდესი ტრიუკების შემსრულებელი, ჰიუზი გადაიქცა გამაფრთხილებელი ისტორიად იმის შესახებ, რამდენად წვრილია ზვარი სიმამაცესა და უგუნურებას შორის. მისმა რადიკალურმა შეთქმულების თეორიებმა გადადიდების სურვილმა დაუფარა გონივრული განსჯა, რამაც უბიძგა, თვითნაკეთ მოწყობილობებში არაგონივრული რისკზე წასულიყო. მაგრამ ყველა მისი ნაკლის მიუხედავად, ჰიუზის მეგობრებს სურთ, რომ მისი გაბედული სული დაამახსოვრდეთ. დიდი ოცნების და თავგადასავლის ძიების უნარი რჩება მათში, ვისაც მან შთააგონა. შეუძლებლის ცდით, ჰიუზმა აჩვენა, რომ საოცარი მიღწევები შესაძლებელია საკმარისი ვნებითა და შეუპოვრობით. მან სიცოცხლე ბოლომდე, სრული სიჩქარით იცხოვრა. 2021 წელს, ეიპლველის ქალაქმა გადაწყვიტა, რომ მე-3 ოქტომბერი, ჰიუზის დაბადების დღე იქნებოდა გიჟი მაიკ ჰიუზის დღე, რათა პატივი მიეგოთ მისი თავზე ხელაღებული მემკვიდრეობის საპატივცემულოდ. სამახსოვრო ქანდაკება აღმართეს რაკეტის გაშვების ადგილზე, ეს იყო პირველი მონუმენტი ქალაქში, რომელიც კასკადიოს მიეძღვნა. ეს მნიშვნელოვანი მემორიალი მდებარეობს იმავე ადგილთან ახლოს, სადაც ჰიუზმა თავისი ბოლო გაშვება განახორციელა და ცხას უსვამს მისი ექსცენტრიკული ცხოვრების გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ტრაგიკული იყო, მაიკ ჰიუზის გამბედავი სული კვლავ შთააგონებს მათ, ვისაც საზღვრების გადალახვა და შეუძლებლის ცდა სურს. ეს იყო გიჟი მაიკ ჰიუზის ისტორია, ნამდვილი თავზე ხელაღებული, რომელმაც სიცოცხლე ბოლომდე, სრული სიჩქარით იცხოვრა. მისი გაბედული საქციელები არ დაივიწყება.